მოგესალმებით, როგორც ხედავთ, იწყება ჩვენი პირდაპირ ჩართვა. მცირე ტექნიკური ხარვეზი გქონდა და ოდნავ დაგვიანებით გავდივართ პირდაპირ ეთერში. იწყება ჩვენი პირდაპირი ჩართვა. მოგესალმებით, მე გახლავართ თამთა საამიშვილი, ორგანიზაცია მაგ ჯორჯიას ფსიქოლოგი. დღეს შევასრულებთ თარჯიმნის ფუნქციას და სიამოვნებით უთარგმნი ქაბატონ კეთლინ დირის, რომელსაც ალბათ იცნობთ არაერთი თქვენგანი ჩვენი ჩართვებიდან, რომელიც გახლავთ რეაბილიტაციურ ფსიქოლოგიის დოქტორი. სიამოვნებით თარგმნი მის ვებინარს. Thank you, Tamta. So we're talking today about how color affects the brain, and specifically how it impacts mood, behavior, and learning. დღევანდელი საუბარი შეეხება ფერებს და ფერების გავლენას დასწავლის პროცესზე, ჩვენს გუნება-განწყობილებასა და ქცევაზე. So before I talk about the impact of certain colors, I want to give you a very brief background on the science of color. This isn't an in-depth conversation by any means, and we're not talking about neurology or biochemistry, but I want you to understand the reasoning behind choosing certain colors. და დღეს სანამ ვისაუბრებთ იმაზე თუ კონკრეტულ ფერს რა გავლენა შეიძლება ქონდეს ადამიანებზე, მინდა ძალიან მოკლე შესავალი გავაკეთო იმ მეცნიერების და იმ დაშვებების შესახებ, რაც არსებობს ფერებთან დაკავშირებით. ეს ცხადია, არ და ვერ იქნება ესეთი სიღრმისეული ლექცია ან ნევროლოგიის ან ბიოქიმიის შესახებ, მაგრამ მცირე შესავალი თუ რა საიდან და როგორ შემუშავდა ეს ფერების თეორია და რას ეყრდნობა. Color, which we experience through our eyes and our visual system, has many similarities to sound, which we experience through our ears and our hearing system. სინამდვილეში არსებობს აი ფერებს ჩვენ ვიცით რომ აღვქვავთ ჩვენი თვალებით, ანუ ხედველობის სისტემის საშუალებით და იმ ფერების აღქმას ძალიან ბევრი საერთო და მსგავსება აქვს ბგერის აღქმაზე, რომელიც როგორც ყველას ცნობილი ხდება სმენის სისტემის საშუალებით. So in a very basic way, the things that we see, just like the things that we hear, enter our body in a wave of energy. And each sound we hear has a unique pattern. Similarly, our brain has a certain pattern for every color that comes through our eyes, making us understand the distinctions between each of them. ანუ ისეთ ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, ჩვენს აი როგორც ხედავთ ის სმენის სისტემაშიც, მსგავსად შემოდის ეს ინფორმაცია, ხო, რასაც აღვიქვამთ ჩვენ, ან რასაც ხედავთ, ან რაც გვესმის. ჩვენს სხეულში, ანუ თავის ტვინთან მიდის როგორც ტალღების, ენერგიის ტალღების სახით. და თითოეულ როგორც ბგერას გააჩნია თავისი უნიკალური პატერნი, აი ასეთივე უნიკალური პატერნი ახასიათებს ამა თუ იმ ფერს და შესაბამისად თავის ტვინიც განსხვავებულად აღიქვავს ამ ინფორმაციას. So again, without going into the deep science behind this, let's just think about this in terms that at its most basic level, color represents different types of energy. And those energies can be felt in our bodies as a positive experience, a negative experience, or a neutral experience. ანუ კიდევ ერთხელ ძალიან მარტივად რო ვთქვათ, სხვადასხვა ფერი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ არის სხვადასხვა ტიპის, ანუ სხვადასხვა ფორმის ენერგია და შესაბამისად ეს კონკრეტულ ფერსთან დაკავშირებულ ენერგიასაც ჩვენი სხეული აღიქვამს განსხვავებულად. ეს აღქმა და გამოცდილება, რასაც ამ ფერთან შეხებით ვიღებთ, შეიძლება იყოს დადებითი, უარყოფითი ან ნეიტრალური. So think about music for a moment. Have you ever noticed how some types of music instantly make you feel calm or happy and excited, while others automatically put you in a bad mood and make you unhappy? კაბატონ კეთლინი გვთავაზობს, რომ ერთი წუთი დავფიქრდეთ მუსიკაზე, მუსიკასთან დაკავშირებით და ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ აი განსხვავებული მუსიკა, სხვადასხვა ტიპის მუსიკა, სხვადასხვა ზეგავლენას ახდენს ჩვენზე. ანუ არის მუსიკა, რომელიც მომენტალურად გვამშვიდებს. არის მუსიკა, რომელიც პირიქით რაღაცა დაძაბულობას ან შეიძლება სევდასაც გვრიდებს, ხო? ანუ იწვევდეს ჩვენში. So that's the emotion response that I'm talking about. This
reaction of positive, I'm happy, or having a bad, when you hear something and you want to get away from that sound, that's the negative side. ანუ მანამდე რომ ვახსენეთ, რომ სფერები შეიძლება იწოდოს სხვა რეაქციას და გამოცდილებებს, ეს პოზიტიურს, ნეგატიურს ან ნეიტრალურს, ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი, ანუ ჩვენ გვაქვს განსხვავებული ემოციური რეაქციები, ხო, როგორც სხვადასხვა მუსიკაზე, ანუ ბგერებზე, ასევე ფერებზე. არის რაღაცა ბგერები, რომელიც იმდანაც უსიამოვნოა, რომ ჩვენ ვცდილობთ რაღაცნაირად განვერიდოთ ამ ბგერებს. Our reactions to color tend not to be as strong as they are to sound, but we do have those same reactions internally. და შეიძლება ახლა რომ შევადაროთ, შესაძლოა ესეთ ფერებზე ჩვენი რეაქციები ასეთი მძაფრი არ იყოს, როგორც ბგერასთან დაკავშირებით რომ აღვნიშნათ, რომ გვინდა გავექცეთ იმ ბგერას. თუმცა არსებობს ეს რეაქციები ჩვენში, როგორ რეაგირებთ ამ თუ იმ ფერზე. What I find so interesting is that reactions are different for everyone. So what is music for one person is noise for another. Some color that makes one child happy makes another child cry for no reason at all. და ამაზეც ალბათ დაგვეთანხმებით, რომ როგორც მუსიკის აღქმა არის ინდივიდუალური და ის რაც ერთი ადამიანისთვის მოსაწონია და იმზიდველია, სხვა ადამიანისთვის უბრალოდ ხმაურია და არა მუსიკა. და მსგავსი ინდივიდუალური განსხვავებები არსებობს ფერების აღქმასთან დაკავშირებითაც. ანუ ის შეიძლება რაღაც რომელიმე ფერი იყოს სასიამოვნო ერთი ბავშვისთვის და მეორეს ამ ფერის დანახვაზე თქვათ იდიროს, ხო? ან მეორესთვის იყოს. Research shows that there are certain patterns, certain ways that people react to color, and that's what I'm sharing with you next. But keep in mind that we are all individuals and that you or your child may have a different response than a typical pattern. So keep that in mind and realize that you may just have to figure out what's best for your child through trial and error. ანუ არსებობს გარკვეული კვლევების მონაცემები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ როგორ რეაგირებთ ზოგადად ამ თუ იმ ფერზე, მაგრამ აქვე ზუსტად კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქალბატონი ქეთლინი ამ ინდივიდუალურ განსხვავებებს და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაინც არსებობს ეს განსხვავებები და შეიძლება ყველა ადამიანისთვის არ იყოს, ხო, ასე უნივერსალური, რასაც განვიხილავთ და შეიძლება მშობელსაც მოუწიოს დაფიქრება და იმის გარკვევა, რომ მაინც მის შულზე ან იმ ბავშვზე ვისთან შეხება გვაქვს ეს კონკრეტული ფერი როგორ მოქმედებს, მაგრამ ჩვენ ზოგად ტენდენციებს, ზოგად მახასიათებლებზე ვისაუბრებთ დღეს. So we typically talk about colors in terms of temperature. Colors like yellow and orange and red and all the variations of them are considered warm colors because they make us think of things like sunshine and fire, very warm elements. ფერებზე, როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე, ალბათ ყველამ ვიცით, რომ ხშირად ვიყენებთ შეიძლება ვაკავშირებთ მათ გარკვეულ ტემპერატურასთან, ხო? არის ასეთი ფრაზა, თბილი ფერები, რომელშიც როგორც წესი მოიაზრება ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი და აი ამ ფერების სხვადასხვა ვარიაციები. ეს ფერები ასოცირებულია ზის სინათლესთან, ცეცხლთან, ხო? ანუ ეს ამის აღნიშნული ფერებია, ალბათ ნაწილობრივ აქედანაც მოდის, ხო? ეს რო თბილად აღვიქვავდათ, ასეც ვუწოდებ ამ ფერებს. In contrast, greens and blues and purple colors are considered cool colors because they remind us of the calming elements of nature, like a cool forest or oceans or the sky. და იმ თბილი ფერების პარალელურად გვაქვს აპირისპიროდ, გვაქვს ეგრეთ წოდებული ცივი ფერები, რომელიც როგორც წესი მოიაზრებს მწვანეს, ლურჯს ან იასამნისფერს, აი ამ ფერების კიდე სხვადასხვა ვარიაციას და ეს ფერები ალბათ დაგვეთანხმებით, რომ არის ასოცირებული უფრო, ბუნებასთან, ტყეებთან, ოკეანეებთან, ცასთან. And rainbows have all of the colors warm and cool. So they create a neutral or a balanced reaction within people in general. ცისარტყელას როგორც წესი ესეთი ნეიტრალური რეაქციების გამოწვევა შეუძლია ადამიანებში და ნაწილობრივ სწორედ იმის გამო რომ აერთიანებს როგორც ცივ ისე თბილ ფერებს და ნეიტრალურია დაბალანსებულია, ხო? ანუ
მასზე რეაქცია ხშირად. But specifically, we want to talk a little bit about color related to learning and how colors can impact learning. So research, and a lot of research has been done on this, it shows that using certain colors in a learning environment can affect not only your feelings, but behavior and attention, how long a child can attend to a topic. და ნუ ფერებთან დაკავშირებით ეს თემა რო შევარჩიეთ, უფრო მეტი აქცენტი გვინდა გავაკეთოთ იმაზე, სასწავლო გარემოზე და დასწავლის პროცესზე რა გავლენას ახდენს ფერები და ნამდვილად არის ამასთან დაკავშირებული კვლევები, რომელიც მიუთითებს, რომ გარკვეული ფერები სხვა ფერები ზემოქმედებენ ეს მანამდეც აღვნიშნეთ, როგორც ქცევებზე, ადამიანის განცდებზე, ემოციებზე, ასევე ყურადღებაზე, ანუ იმაზე, თუ რამდენად დიდხანს და როგორ შეუძლია ბავშვს თქვათ სწავლების პროცესში ყურადღების კონცენტრირება. In using this information, we can use colors in a deliberate way to promote certain feelings. It's not an exact science, it's more of science and art coming together. But we can be very mindful of how we use colors to promote learning. და ცხადია, ახლა როდესაც ფერებზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება არ იყოს ესეთი ძალიან ზუსტი მეცნიერება, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, მოქნილი მიდგომა უნდა გქონდეს, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ფერების გამოყენება ნამდვილად შეიძლება მიზანმიმართულად იმისათვის, რომ რაღაც გარკვეულ სასურველ შედეგებზე გავიდეთ და ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ იმაზე, რომ სწავლების პროცესის ეფექტურობა გავზარდოთ. So let me give you a few examples. Blue, the color blue in general, creates a positive learning environment for most children. So blue tends to have a calming influence on people and can help children to remember, to retain new information. მოდით განვიხილოთ ახლა რამდენიმე ესეთი კონკრეტული მაგალითი, დავიწყოთ ლურჯი ფერით. ლურჯი ფერი როგორც წესი ბავშვების უმრავლესობისთვის ქმნის პოზიტიურ, ესეც სასურველ სასწავლო გარემოს, მას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი ხშირად ადამიანების უმეტესობაზე და აი ეს კვლევის მონაცემები მიუთითებს, რომ ბავშვებს უფრო უადვილდებათ ხშირად ახალი ინფორმაციის დამახსოვრება, სწორედ ისეთ გარემოში, სადაც ლურჯი ფერი ფიგურირებს. The very opposite side of colors is orange, and orange creates a lot of energy. Remember, this is the warm color. So it creates a very energizing space where kids have a positive, welcoming sense. And it's used to kind of promote socialization and creative play in kids. და ამ ფერების ბორბალზე საპირისპირო მხარეს, ანუ ლურჯის არის ნარინჯისფერი და ნარინჯისფერს აქვს საპირისპირო ეფექტი, ანუ ხშირად იწვევს აი სივრცეს მატებს აი რაღაცა ენერგიას, ბავშვებში აღუვებს უფრო პოზიტიურ ან დადებით ემოციებს, იმას რომ მათ მიმართ არიან კეთილგანწყობილები და ხშირად ნარინჯისფერის გამოყენება რეკომენდებულია მაშინ, როცა გვინდა ხელი შეუწყოთ უფრო სოციალიზაციას და ბავშვებში აი კრეატიული ან შემოქმედებითი თამაშისკენ, როცა გსურს რომ უგიძგოთ, ხო, ან შემოქმედებით გარემოს შექმნას. Because orange is so energizing, you often find it in fast food restaurants. If you notice places like Burger King or McDonald's, you will often see not just orange, but I'm just going to hold up a pen here, a very bright color, almost fluorescent orange, because it's drawing people in. They've actually used color theory for years in the restaurant and hotel industry to create different moods. და აი ნარინჯისფერთან დაკავშირებით აღნიშნეთ, რომ უფრო ადამიანს ენერგიას მატებს, ხო? და შეიძლება დაკვირვები ხართო, რომ სტრაფიკობის ობიექტებში ხშირად არის ესეთი ხშირად ფიგურირებს ეს წითელი ნარინჯისფერის ელფერები და ზოგადად ეს ინდუსტრია დიდი ხანია აქცევს ამას ყურადღებას და იყენებს. იმიტომ რომ იზიდავს ადამიანის ყურადღებას და კარგად იყენებენ ამ ფერების თეორიების პრინციპებს თავის ბიზნესში. In very small doses, red, which is an even stronger color, can draw a child's attention to something important. But if too much of it's used in a room, the same with orange, it starts to cause agitation and it can generally cause a negative mood. So red is one of those colors that's really useful in very small doses,
but not all over the place. ახლა წითელზე რო ვისაუბროთ, წითელი, რომელიც კიდევ უფრო ესეთ ძლიერი ფერია, ვიდრე ნარინჯისფერი, მცირე დოზითაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ბავშვის ყურადღება მიიქციოს, ამიტომ არის გამოიყენება მაშინ, როცა გვინდა რაღაცა მნიშვნელოვანზე მისი ყურადღების მიქცევა, მაგრამ ზუსტად იმის გამო, რომ წითელის და ნარინჯისფერი ძალიან მოქმედებს ჩვენს ენერგიაზე, აი გადაჭარბებულად თუ არის წარმოქმნილი გარემოში, ამას შეიძლება პირიქით ეს ზედმეტი გადაჭარბებული ენერგიულობაც კი, ნუ ენერგიულობას არ აქვს, უარყოფითი კონოტაცია, ხო, მაგრამ რაღაცა ზედმეტი აჟიტირება უფრო გამოიწვიოს და ამიტომ ჭირდება ესეთი დაბალანსებული დოზირება, ხო, ანუ როგორ ვიყენებთ და იმიტომ რომ ეს ზედმეტი აჟიტირება შეიძლება შემდეგ გადაიზარდოს უარყოფით გუნება განწყობილება. შემდგომ ზომიერების დაცვისკენ მოგვიწოდებს ამ წითელი და ნარინჯისფერის გამოყენების თვალსაზრისით. You know, that's also why stop signs are in red colors because they catch your attention. Warning labels on chemicals in your house, poison labels, are often in bright shades of orange and red for that very same reason. და ალბათ დაკურები ხართ, რომ ძალიან ხშირად, თქვათ ეს საგზაო ნიშნები, სადაც უნდა გავჩერდეთ, ან ისეთი გამაფრთხილებელი ნიშნები, შეიძლება საყოფაცხოვრებო რაღაცა ისეთი საშუალებები, რომელიც არის მომწავლელი, საფრთხილო, ხშირად მათზე წარწერა არის დატანილი, ან წითლის, ან ნარინჯისფერის გამოყენებით, სწორედ იმიტომ, რომ მიიქციოს ადამიანების ყურადღება და green, on the other hand, is the color most associated with nature and the outdoors. And so it can be useful to help someone calm down when a child is feeling very frustrated, especially in learning, or they're overwhelmed. Research shows that it actually helps if you just give someone a 5-minute break to go outside and be around nature. And if that's not possible, to even look at pictures or paintings or out a window at something green, that can still have a positive effect. შემდეგი ფერი, რომელსაც განვიხილავთ, არის მწვანე. მწვანე ფერს დააგვეთანხმებით ალბათ, რომ მწვანე ფერი ყველაზე მეტად არის ასოცირებული ბუნებასთან, ზოგადად გარე სივრცესთან და ასევე არის მონაცემები, რომელიც მიუთითებს, რომ განსაკუთრებით ეფექტურია მწვანე მაშინ, როდესაც აი ბავშვი ემოციებით გადატვირთულია, შეიძლება ფრუსტრირებულია, რაღაც არ გამოსდის ამ კონტექსტში, ეს იგულისხმება ამ ფრუსტრაციაში, განსაკუთრებით სწავლის დროს და ზოგჯერ აი 5 წუთიანი ცირეხნიანი შესვენება და ბავშვისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ გავიდეს გარეთ ბუნებაში, არის ძალიან შედეგიანი და დამამშვიდებელი და თუ კი არ არის ამის შესაძლებლობა, რომ აიზამეს გარეთ და ბუნებაში გავიდეს ბავშვი, მსგავსი ეფექტი შეიძლება ქონდეს ფანჯრიდან გახედვას, ან თუნდაც რაიმე მწვანე პეიზაჟის დანახვას. Yellow is a very happy color. The word happy comes up often when we talk about yellow. And kids associate yellow with fun, and research shows that it helps them to pay attention for a longer period of time. So I often tell teachers, if you want students to pay attention to you, wear something yellow. It doesn't have to be your whole outfit, but even, you know, like a yellow baseball cap or something will keep their attention for a while. და შემდეგი ფერი ეს არის ყვითელი. ყვითელი არის ხშირად სიხარულთან, რაღაცა ბედნიერებასთან ასოცირებული ფერი, გართობასთან, ბავშვებისთვისაც მათ შორის და როგორც კვლევის მონაცემები მიუთითებს, ყვითელი ეხმარება ბავშვებს აი ყურადღების კონცენტრირებაში და მე ხშირად ვეუბნები ხოლმე მასწავლებლებს ურჩევ, რომ თუ გსურთ რომ მასწავლებლებს ან აღზრდელებს ბავშვებმა უკეთ მოგისმინა, ჩაიცვით, გამოეწყოთ ყვითელში. ეს ცხადი არ გულისხმობს იმას, რომ თავიდან ბოლომდე ყვითელი ფერის ტანისამოსით შევიმოსოთ, მაგრამ ყვითელი რაიმე აქსესუარი, თუნდაც ყვითელი ქუდი, ხო, კეპი შეიძლება იყოს მსგავსი ეფექტის მომტანი. Let me also talk a little bit about how you can use color at home to help a child's attention and learning when you're working with them on assignments. ახლა რამდენიმე რჩევა, რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოვიყენოთ ფერი სახლის გარემოში, თუ როცა ბავშვთან მუშაობთ ან ვასწავლით რაიმეს,
რა რეკომენდაციები გამოვიყენოთ სახლში. So first of all, you do not have to paint an entire room or a wall to get the full effect of color. There are easy ways to bring color in, and I think it's actually helpful to have a range of items in your home that you can move in and out to help change the mood. პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ არ არის აუცილებელი სახლის თელი კედლები გადავღებოთ იმისათვის, რომ ის იმ ფერების სასურველი ეფექტები შემოვიტანოთ, რაც მანამდე განვიხილეთ. ანუ შესაძლებელი არის სხვადასხვა ფერის საგანი და კარგი იქნება, როცა ამის გვაქვს მოგვეპოვება სხვადასხვა ფერის საგანი და ეს საგნები შეგვიძლია ვცვალოთ, გადავაადგილოთ და გარემო მოვაწყოთ იმის მიხედვით, რა მიზანი it's გვაქვს იმ კონკრეტულ მონაკვეთში. So, for example, if you're helping a child learn numbers or mathematics, and that's a difficult subject for the child, think about using a blue placemat underneath the workspace. So if you're like many of us, you're doing homework at the kitchen table, right? And so you just clear away a space, remove all the clutter, and just take a blue placemat or a piece of cloth or even a piece of colored paper underneath where the child is working, and that can help to lift their mood. აი მაგალითად თუ კი ბავშვი მეცადინეობს მათემატიკას და ეს არის თქვათ მისთვის რთული საგანი, ან რთული დავალება, ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია ცისფრის ლურჯის შემოტანა. თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნოთ, არ არის საჭირო რაღაცა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები კედლების შეღება, ამის ნაცვლად შეგვიძლია რომ თქვათ იმ სამუშაოს, იმ მაგიდის ქვეშ, სადაც ბავშვი მუშაობს, დავაგოთ ხალიჩა, რომელიც იქნება ამ სასურველი ფერის. ან თუ კი თქვათ სამზარეულოში ხშირად ბევრი ჩვენგანი სამზარეულოში მუშაობს, ბავშვი შეიძლება იქ აკეთებდეს დავალებას, შეიძლება იქ დავაფინოთ რაღაცა ლურჯი ფერის გადასაფარებელი, ან ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ფერადი ქაღალდი, ან ლურჯი ფერის ფერადი ქაღალდი, იყოს აი ბავშვის აი სამ დავალების ქვემოთ განთავსებული სამუშაო სივრცეში. And there are all different shades and colors of blue. So you can play around with this idea a little bit. If you have a child who's prone to anxiety, for example, they tend to get upset more easily, choose a softer color of blue rather than a bright primary blue color, because that promotes a calmer feeling. და თუ კი საუბრობთ შედარებით მომატებული მაღალი შფოთვის მქონე ბავშვზე, მათ შემთხვევაში შეგვიძლია ეს ელფერით ვცვალოთ და ეს არ იყოს მაგალითად ლურჯი მკვეთრი ფერის ლურჯი და იყოს შედარებით მისი რო ნაკლებად მკვეთრი ელფერი. იმიტომ რომ ამას ექნება კიდევ უფრო მეტად დამამშვიდებელი ეფექტი ბავშვზე. So if you want your child to focus on something specific, maybe they have attention problems and their mind wanders, you might use a red or a bright orange to underline certain things you want the child to see. Not the whole page again. Also, you can use an orange placemat or an orange cushion on a seat or a small pillow to encourage that child to come and sit down and get ready to study. კი ბატონო, ჩვენ ვისაუბრეთ წითლისა და ნარინჯისფერის შესახებ და აღნიშნეთ, რომ ისინი ძალიან ადვილად იპყრობენ ადამიანის ყურადღებას და ამიტომ შეიძლება თქვათ იმ სასწავლო მასალაზე სწორედ ეს ფერები გამოვიყენოთ ამა თუ იმ შინაარსის გასახაზად. აქ ცხადია არ იგულისხმება მთელი ფურცელი უნდა გავაფერადოთ, მხოლოდ ის მნიშვნელოვანი ნაწილები, რომელზეც გვინდა რომ ბავშვმა ყურადღება გაამახვილოს. And if you don't want to go out, I'm sorry, go ahead. ასევე შესაძლებელია რომ თქვათ ეს ნარინჯისფერი ბალიში, სკამის ბალიში გამოვიყენოთ, დავდოთ ბავშვზე, დავდოთ სკამზე და ამით ბავშვის ყურადღება უფრო მივიზიდოთ, რომ მას მარტივად ვთქვათ, უფრო მოუნდეს დავალების გაკეთება და იქ დაჯდომა. So if you don't want to go out and buy a bunch of things to see if it works, try this. Go to the market and get a bag of oranges and put them in a white bowl and set them near the table and see if that helps a child. Because then you're not only appealing to that color for attention, but they're getting the sensory aroma of oranges as well, which is also very energizing for a child.
და ცხადია თუნდაც ამ საგნებზე რომ საუბრობთ, საგნების გამოყენებაზე, ესეც არ გულისხმობს, რომ მაინც და მაინც ამ მიზნით აუცილებელია ბევრი სხვადასხვა ნივთის შეძენა. აი, როდესაც ყიდულობთ, თქვათ, ფორთოხალს, ეს ფორთოხალი შეიძლება თასზე დავდოთ და დავდოთ ბავშვის წინ და დავაკვირდეთ ამას რა გავლენა აქვს მასზე და ნუ ამ შემთხვევაში ამ ფორთოხლის შეძენას აქვს ის კიდევ დამატებითი პლუსი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ის სურნელსაც შეიგრძნობს ბავშვი, ხო? ანუ არ მარტო ხედავს, არამედ სურნელიც მოდის და ამ სურნელსაც ხათაშორის აქვს სწორედ ესეთი მსგავსი ეფექტი, რომ ენერგიას მატებს ადამიანს. If you have a child who gets off track more easily, again, distracted, try putting more yellow in the environment. So instead of oranges, maybe you have some lemons sitting in a bowl or a bouquet of yellow flowers. ყვითელ ფერთან დაკავშირებით ვახსენეთ, რომ ყვითელი ხშირად ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს და თუ ეს პრობლემა აქვს ბავშვს, უფრო ეფანტება ყურადღება. მაშინ ფორთოხლის ნაცვლად შეგიძლიათ სადოთ ყვითელი ფერის საგნების გამოყენება, მაგალითად ლიმნის და შეიძლება ამ თასზე ლიმონი დაალაგოთ ფორთოხლის ნაცვლად. And for long-term concentration, you can mix yellows and greens together. And that also helps create this sort of calm but attention-focused environment. One thing I suggest is if you're taking a break, go outside and have your child pick some leaves from the ground or the trees nearby and bring them in and set them near your table. და თუ კი გვინდა ესეთი თან შვიდი გარემოს შექმნა და თან ყურადღების კონცენტრაციის გამოუმჯობესებელი, მაშინ შეიძლება ყვითელი და მწვანე ფერების კომბინირება და ასევე მანამდეც აღნიშნა ქალბატონმა ქეთლიმ, რომ ეს გარეთ გასეირნება, შესვენება, ის გაკეთება, ბუნებაში გასვლა, როგორი სასარგებლოა, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ და უბრალოდ თხოვოთ ბავშვს, თვითონ შეაგროვოს ეს მწვანე ფერის, თქვათ, ფოთლები. And this method doesn't work only for academic learning. So for example, if you are trying to teach your child how to tie their own shoes, try switching out their normal shoelaces for ones that are bright yellow, for example. So not only do they focus more on the laces, they'll be like the cool kid at school with these fun yellow shoelaces. და ახლა აქამდე რაც განვიხილეთ მაგალითები, სულ ვახსენებდი სწავლას და მეცადინეობას, მაგრამ ეს მეცადინეობა მარტო საგნობრივ მეცადინეობას არ მოიცავს. იგივე პრინციპები შეიძლება გამოვიყენოთ სხვა ტიპის სწავლებისას, მაგალითად, როცა სურს ბავშვს ასწავლოთ თასმების შეკვრა, ეს ჩვეულებრივი თასმები, რომელიც ალბათ ამეთახოთ შეიძლება არის თეთრი ან შავი ფერი, შეგვიძლია ჩავანაცვლოთ რაღაცა უფრო ღიარული, მაგალითად ამ შემთხვევაში ყვითელი ფერის თასმებით და ნუ გარდა იმისა, რომ ეს განსხვავებული თასმები ალბათ კარგია ბევრი ბავშვისთვის, გარდა ამისა, ის ზუსტად ყურადღების კონცენტრირებაშიც უფრო დაეხმარება. But if you have a child who's obsessed with a certain color, like pink or purple, and most kids go through these phases. So if your child's in one of those color phases, go with that. That is their color of choice. So despite all the research, it's already clear that that's what your child likes. So use that as a way to reinforce their behavior. და ახლა ჩვენ ვისაუბრეთ სხვა ფერის გავლენაზე, მაგრამ ყველა მშობელი ალბათ გვეთანხმება, რომ ბავშვებს აქვთ ხოლმე ესეთი პერიოდები, როცა ამოჩემებული აქვს და განსაკუთრებულად უყვართ ესა თუ ის ფერი. მიუხედავად იმისა, ხა სხვა ფერებზე რაც თქვით, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ის, რაც ბავშვს უყვარს და სწორედ ეს ფერი გამოვიყენოთ განმამტკიცებლად. I do a lot of art therapy as part of my own professional work. And so I keep containers of colored pencils on my desk all the time. And if I know a child has a certain favorite color, I'll actually go through my containers and pull out the ones that I know they like and just leave those on the table as a way to sort of quietly help motivate them. მე ჩემ პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ვიყენებ ხოლმე art თერაპიასო და ხშირად როგორც წესი მაქვს ჩემ სამუშაო მაგიდაზე ფერადი ფანქრები და თუ კი წინასწარ ვიცი რომ ბავშვს რომელიმე ფერი აი ესე გამორჩეულად უყვარს, ვცდილობ ის ფერი და იმ ფერის კიდე სხვადასხვა ფერის შესაბამისი ფანქრები შევარჩიო და მხოლოდ ეს დავალაგო, იმიტომ რომ ეს ხშირად ბავშვს უფრო მეტ мотивაციას აწვდის რომ ჩაერთოს საქმიანობაში.
Older kids, teenagers often go through sort of a dark phase where they become obsessed with black and vampires or colors that are very dark. And that's part of their normal development. But what I will do is actually take a collection, I'm just sitting in front of some colors here, of the darkest colors I have sitting on my desk. And then I will add a light color purple or a brighter color, usually in the purple or red range, and add it intentionally and tell those kids, I'm doing this to balance your energies, to lift your mood a little bit. And these teenagers in particular are fun for me. They'll roll their eyes and sigh heavily. But the truth is they're actually thinking about it and thinking about how to use that to their own benefit. რაც შეეხება მოზარდებს, მათაც აქვთ ფერებთან დაკავშირებით თავიანთი დამოკიდებულებები და როგორც ალბათ შეგიმჩნევიათ, მოზარდებში ძალიან გავრცელებულია უფრო მუქი ფერებისკენ სწრაფვა, ხშირად უპირატესობას ანიჭება შავ ფერს ან მუქ იასამნის ფერს. ანუ ასეთ შემთხვევაში ვარჩევ, ანუ აი ესეთი მუქ ფერებს მათ შესაბამის, მაგრამ აუცილებლად გავურევ რომელიღაცა სხვა ფერს შედარებით ღიას და ამასთან დაკავშირებით ვეუბნებიო, რომ მე იმიტომ ვაკეთებ ამას, რომ აი ეს დავაბალანსო ეს ფერები და შენი ენერგია და ნუ ცხადია ხა მოზარდები ასეთ განცხადებებზე ზოგჯერ შეიძლება თვალების გადატრიალებით და რაღაც ამოხრით და კრიტიკულად მოკლედ რეაგირებდნენ, თუმცა მაინც აფიქრებთ ხოლმე ხშირად ჩემი ნათქვამიო და ითვალისწინებთ. Also keep in mind the type of disability or needs that your child has. So if we're talking about somebody who is deaf or who has a visual impairment, we want to choose colors that are pleasing to them, but also don't interrupt their visual field. Because what's most important is that they can access the information, not whatever color it's on. So think first about how we accommodate someone, and then secondly, about how we add color to enhance that situation. და ცხადია, ისედაც ვისაუბრეთ ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებაზე, განსაკუთრებით თუ ბავშვს აქვს რაიმე შეზღუდული შესაძლებლობა ან სპეციალური საჭიროებები, ცხადია ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ეს საჭიროებები, მაგალითად თუ არის სმენის, მხედველობის სირთულე, აქ პირველ რიგში ყოველთვის ორიენტირება თავარი პრიორიტეტი არის ის, რომ ეს ინფორმაცია იყოს აღქმადი და ხელმისაწვდომი და მხოლოდ შემდეგ ვითვალისწინებთ იმ ფერებთან დაკავშირებულ სხვა ასპექტებს. And again, every child is different, so we really want to use these kind of general patterns, but talk to the child, observe their reactions, and then adjust things accordingly. კი ბატონო, აქაც კიდევ ერთხელ რომ უნდა დავაკვირდეთ ბავშვის რეაქციებს ამ ფერებთან მიმართებაში და მას მოვარგოთ, მაინც ამ ინდივიდუალურ საჭიროებებს, ან თუნდაც მახასიათებლებს უნდა მოვარგოთ ცხადია ამ ფერების შერჩევა. So just as our music preferences change over time, so do our color preferences. And as children grow and evolve, their attractions to certain colors and their negative reactions to certain colors will change as well. და როგორც მუსიკის შემთხვევაში დაგვეთანხმებით ალბათ რომ იცვლება ხოლმე ზოგჯერ ადამიანის გემოვნება, რაც მოგწონს და აღარ მოგწონს ამ პირიქით, ასევე შეიძლება იყოს ფერებთან მიმართებაშიც და შესაბამისად რეაქციაც სხვადასხვა ფერთან დაკავშირებით შეიძლება ქონდეს ბავშვს განსხვავებული, ამის გათვალისწინებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაღაც ფერი შეიძლება გვიზიდავდა და ახლა აღარ გვიზიდავს და პირიქით. And I think with very young children, you might start this on your own, but the best way is to get your child involved. You don't have to talk about the science and wavelengths, but talk about what colors make you feel happy. And, we know that certain colors have a more calming influence. Do you feel that way? And then work with them to design a learning environment that's going to work for them. და ცხადია თუ ბავშვს ძალიან მცირეწლოვანია შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაიწყოთ უკვე ამის გარკვევა, მას რეაქციებზე დაკვირვებით, ამ პირდაპირ ცოტა მოზრდილ ბავშვებთან შეგიძლიათ ისაუბროთ კიდევ ამ თემაზე, მაგალითად გაუზიაროთ რომ რაღაცა ფერებზე, კონკრეტულ ფერებს ზოგადად კონკრეტული გავლენა აქვს მენებზე და ეთანხმებიან თუ არა და მათთან ერთად დაადგინოთ რომელი ფერია ყველაზე ეფექტური ამა თუ იმ საქმიანობისთვის.
So with all of the colors and hues available, know that there's something that's going to be out there to work with your child. So just give it a try, see what happens. დიახ, და ანუ ამდენი ფერი არსებობს და რომელიმე მაინც იქნება, რომელიც იმუშავებს და ამიტომ მოგვიწოდებს გაუტენ კეთლინი, რომ შევისწავლოთ, სადაც და მზის და შეცდომის მეთოდით აღმოვაჩინოთ ის ფერი, რომელიც ყველაზე ეფექტური იქნება თქვენს კონკრეტულ ბავშვთან მიმართებაში. Great. Thanks. მადლობა, დღეისათვის სულ ეს იყო, ცოტა განსხვავებული ისეთ საინტერესო თემა გქონდა, მე ვფიქრობ, მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან ერთად იყავით და დღეს ამით გემშვიდობებით. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. Great. Okay, my dog just came back, so I have to run downstairs and get her. Okay. But I'm available if you need to talk later or